მესამე დღეა ოცნება თავის მართლების რეჟიმშია. BBC-ს ხმაურიანი გამოძიების შემდეგ პროპაგანდაში არეული ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. დღეს კობახიძემ დაადასტურა, რომ მოქალაქეების დასარბევად გამოყენებულ წყლის ჭაობში ბრიტანული მაუწყებლის ფილმში ნახსენები კოდის ქვეშ შემავალი ნივთიერებებიდან ერთ-ერთი ფხვნილი გამოყენებული იყო. მისი შეძენა კობახიძემ ვანო მერაბიშვილს დააბრალა და დაანონსა, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება, ეს სწორედ მერაბიშვილი იქნება. შაბათს 6 დეკემბერს 19 საათზე პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მსვლელობა დაანონსა. მარში ფილარმონიიდან დაიძვრება და რუსთაველზე მივა. აქციის მონაწილეები დასავლელი პარტნიორებისგან მოითხოვენ ჩატარდეს ქიმიური მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება. ბევრნი უნდა ვიყოთ, რადგან ივანიშვილის საწამლავი ჩვენ არ განგვასხვავებს. ყველას გვწამლავს, ნათქვამია განცხადებაში. საბოლოოდ კვეტავთ რუსული გაზის ონკანს. ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული ნავთობის იმპორტის თანდათანობითი შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას ევროკომისია მოამზადებს. დრუჟბას ნავთობსადენზე, რომლითაც რუსეთიდან ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ნავთობი მიეწოდება, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე თვეში რამდენჯერმე შეუტიეს ოკუპანტების ტერიტორიაზე მდებარე დრუჟბას ნავთობსადენის ინფრასტრუქტურას.